საქმეების დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გიყურებთ ტელევიზიას და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების ჰერეთის და თბილისის საშუალებით. ვსაუბრობთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროგრამაზე და პროექტზე, 1 ივლისიდან ამოქმედებულზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ეხება. ჯანდაცვის სამინისტრო თავად იტყობინება, რომ ამ მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულაც 0-დან 100,000-მდე არის განსაზღვრული და აქვს შესაბამისად ქრონიკული დაავადება. უფრო დეტალურად ვის აქვს ცდომა ამ მედიკამენტებზე, რა ვადით იმოქმედებს ეს პროგრამა და დაახლოებით რა ტიპის მედიკამენტებზე არის ჩამონათვალი, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ეკა ადამიანთან, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი გრძნობს საქმიან დილაში. მოგესალმებით ბატონო ეკა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმის, რომ მასკულიანებს ძალიან შეგვაჩვია მთავრობა. 100,000 ვიცი, მაგრამ იქ 100 ქულად თვალო, რომ მართვის მოწმობა და წესიერად იმოძრავ აქეთ თვალო, არა, აქეთ რა უნდა დავთვალოთ, ამას ქალბატონი ეკა გვეტყვის. ახლა აქ 100,000-ია ქალბატონებო და ბატონებო საუბარი, გუშინ დავიწყეთ. ამ თემაზე თქვენთვის ამ თემის გაშლა, ამ შემთხვევაში კონკრეტული სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ადამიანის სახით დაგვეხმარება უფრო მეტი დეტალის ასე ვთქვათ გაშლაში და გაგებაში. სანამ დავსვამთ კიდევ დამატებით კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სამინისტროს ვებგვერდზეც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, რომ დეტალურად ნახონ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ეს წამლები, როგორ უნდა მიიღონ მასზე ცდომა და ასე შემდეგ. მოდით ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ მაინც ჩვენი მაყურებლისათვის გავმარტოთ, ვისთვის არის ეს წამლები, ვინ მიიღებენ და რა წამლებზე არის საუბარი და როგორ განისაზღვრა ჯგუფი, რომელზეც შეუძლიათ, რომ ადამიანებმა ამ შემთხვევაში შეღავათიანი ფასი ისარგებლონ. მოგახსენებთ, პირველად დაიწყო ეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე გულისხმობს 4 ძირითადი მიმართულების დაავადებების მკურნალობას. ეს არის გულსიზარდო დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორც არის ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი ტიპი 2, რომელიც მედიკამენტოზური, ანუ არაინსულინ მომხმარებელი შემთხვევები და გვაქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ეს არის 4 ძირითადი მიმართულება, რომელიც პირველ ეტაპზე იქნება უზრუნველყოფილი ამ პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება მოსარგებლეებს, მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი, დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარები, რომელთა ქულა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის 100,000 ქულის ჩათვლით. ჭირდებათ თუ არა მათ ექიმის მიმართვა ან ექიმის დასკვნა, რომ ეს დაავადება ქრონიკულია და ასე როცა სოციალურად დაუცველებს ვისაუბროთ, მიუხედავად სადაზღვევო პროგრამების არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებისთვისაც ჩვევაში არ არის ან არ აძლევს თავს იმის საშუალებას, რომ ექიმთან ვიზიტი განახორციელოს და კონდეს ის მიმართვები, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს. რა ფორმით შეიძლება აფთიაქთან ურთიერთობა? დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებელია პირველ რიგში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ეს იქნება ოჯახის ექიმი, ექიმის სპეციალისტი თუ სოფლის ექიმი. ექიმი დაუდგენს დიაგნოზს ან დადგენილი დიაგნოზის დადასტურებას მოახდენს ფორმაასის გაცემით, გამოუწერს რეცეპტს პაციენტს დღიური დოზის მითითებით და ამის შემდეგ პაციენტი ერთჯერადად აკითხავს სოციალურ მომსახურების სააგენტოს ან მის ფილიალებს რეგიონის და რაიონის მასშტაბით და რეგისტრირდება. ეს არის ერთჯერადი აქცია იმისთვის, რომ ის მოხდეს ასე ვთქვათ ელექტრონულ ბაზაში, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ამ პროგრამისთვის. ამის შემდეგ ამ პროგრამისთვის ცალკე უნდა მოხდნენ და რეგისტრირდეს ერთჯერადად როგორც ამ მედიკამენტების მიმღები. ამის რეალურად ამ ბაზაზე უწვდომა აქვს შემდეგ აფთიაქს, როდესაც ეს პაციენტი მიმართავს აფთიაქს, ის უკვე დარეგისტრირებულია ბაზაში და მას შეუძლია თავისუფლად აიღოს ეს მედიკამენტი. თუ გვაქვს განახლებული ინფორმაცია ამ დროისთვის დაახლოებით რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული? იცით რა, ზუსტი მონაცემი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი რიცხვია. დაახლოებით 40-მდე პაციენტი იყო გუშინდელი მონაცემი. მაგრამ ეს დიახ. თუმცა ეს ძალიან ესეთი რიცხვია, მომართვიანობა არის ძალიან მაღალი და უბრალოდ პირველი ეტაპი ვინაიდან ექიმთან მიმართვა, ამიტომ რეგისტრაციის ეტაპი ცოტა მოგვიანებით. როგორ შეირჩა ჯგუფი, რომელიც ამ სიაში მოხდა წამლების? აქ არის დაავადებები გავიგეთ თვითონ წამლების. ძირითადი აქცენტი იყო რა თქმა უნდა დაავადებებზე, იქიდან გამომდინარე რომ ეს დაავადებები წარმოადგენს სიკვდილობის ძირითად მიზეზებს ქვეყანაში არის ძალიან მაღალი ავადობა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე შემუშავდა სწორედ ამ დაავადებების ფარგლებში დაახლოებით პრევალენტობის მიხედვით, დაახლოებით დაავადებული და მოსახლეობის რაოდენობა და აქედან დაიწყო შემდეგ ასე ვთქვათ ათვლა, ის შეიძლება დაახლოებით
რამდენი არის ეს ადამიანი, ვისაც დაჭირდება? დაახლოებით არის 700.000-მდე ამ ასე ვთქვათ დაავადებებით მოცული და ამ სარეიტინგო გულების მქონე. ნახოთ აი ამ ფარგლებში ჩვენ ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 200.000-მდე ადამიანი ისარგებლებს ამ პროგრამის პირველ ეტაპზე. და რამდენად გაგრძელდება ეს რეგისტრაცია და ეს მუდმივად განახლებადი სია იქნება? რეგისტრაცია მუდმივად გრძელდება, ეს იქნება რა თქმა უნდა განახლებადი იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ან შეეცვალა ან დიაგნოზი, ან დაემატა დიაგნოზი, დაავადება, შეეცვალა მედიკამენტი, ან მედიკამენტის დოზა, ამ შემთხვევაში მოხდება თვითონ კონკრეტული პაციენტის განახლება ბაზაში. რაც შეეხება რეგისტრაციას, ეს მუდმივი პროცესია და პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში ახალი პაციენტები შეძლებენ მუდმივად დარეგისტრირებას და მედიკამენტების მიღებას. ქალბატონო ეკა, ამასთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, PSP გახდა ის კომპანია, მან გაიმარჯვა პრინციპში იმ კონკურსში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, ფასთან დაკავშირებით აღწერილობა კიდევ გავაგრძელებთ, თუმცა სწორედ ამ ფასიდან გამომდინარე, რომელიც მან ამ კონკურსში დაასახელა. წამლების შემოწმება რამდენად ხშირად მოხდება, იმიტომ რომ ბევრი სკეპტიკური აზრი მოვისმინე და ეჭვი არსებობს ეს წამლების თქვათ უხარისხობასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამის ხარჯზე ხდებოდეს ასეთი ფორმით თანამშრომლობა. არა, ამას ვერ დავეთანხმები. მე მოკლედ აგიხსნით, როგორი პროგრამა არის. ეს არის რეალურად მედიკამენტების შესყიდვის პროგრამა, ანუ რეალურად სამინისტრომ შეისყიდა ეს მედიკამენტები, ყველა მედიკამენტზე 23 დასახელების მედიკამენტი არის პროგრამის ფარგლებში შესაწყიდი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ პირველად იგივე კომპანია, რომელიც არა, წარმოებელი, რა თქმა უნდა, არ არის იგივე კომპანია, ვინც გაიმარჯვა ლოჯისტიკურ ღონისძიებებში, ეს არის ჩვეულებრივი ტენდერი, ცალკეულ მედიკამენტზე გამოცხადებული. დიახ, ხომ ცენტრალიზებულად ხდება მედიკამენტების შესყიდვა და მინდა გითხრათ, რომ უკვე შესყიდულია 13 მედიკამენტი, ანუ სატენდერო პროცედურები სრულად დამთავრებულია და ეს მედიკამენტები დასაწყობებულია აფთიაქებში და უახლოეს მომავალში დამთავრდება ის 10 ტენდერიც, რომელიც უკვე გამოცხადებულია ამ პროგრამის ფარგლებში და უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, გამარჯვებული კომპანიამ წარმოებლები არის ძირითადად უცხოური ქვეყნების, ამერიკის, საფრანგეთის, არაქართული, ანუ ძალიან მაღალი ხარისხი, იმიტომ რომ ჩვენ პროგრამაში თავიდანვე ძალიან მაღალი სტანდარტი დავაყენეთ. აქ იყო აუცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ დადებული ხარისხის სერტიფიკატი, აუცილებელ მოთხოვნა და აუცილებელი იყო, რომ ყოფილიყო აღიარებითი რეჟიმის ქვეყნებიდან. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ძალიან მაღალ განვითარებულ ქვეყნებში უნდა იყოს დაშვებული ამ მედიკამენტის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხარისხთან დაკავშირებით არანაირი შიშები არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტი. რაც შეეხება PSP-ს, ეს არის ცალკე ლოჯისტიკური მომსახურება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მედიკამენტები უნდა განაწილდეს ქვეყნის მასშტაბით, უნდა მიეწოდოს ნებისმიერ რეგიონს, ნებისმიერ რაიონს. ჩვენ ცალკე გამოვაცხადეთ ლოჯისტიკური ღონისძიებებზე ტენდერი, რომელშიც PSP-მ გაიმარჯვა ძალიან სერიოზული უპირატესობით. ანუ ჩვენ რო ვიცოდეთ, საუბარია რომ ლოჯისტიკის ნაწილში არის გამარჯვებული PSP, ხოლო რეალური, ასე ვთქვათ, დამკვეთების პალიტრა, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ იქ 1 და 2 არ არის, ძირითადად არიან იმპორტიორები და 23 მედიკამენტია, შესაბამისად 23 მწარმოებელი. 23 მწარმოებელი. თუმცა ალბათ ზოგიერთი მწარმოებელი ემთხვევა, ხო? ძირითადად აი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ყველა მედიკამენტი სხვადასხვა არის. 23 განსხვავებული. 13 გვაქვს ნაყიდი, ანუ 10 მომდევნო. აი დაახლოებით რა ვადისთვის იყიდეთ წამლები, ანუ იგივე ეს ჩვეულებრივად პროგრამულად ხორციელდება წლის ბოლომდე, ანუ პროგრამა შემუშავებულია წლის ბოლომდე, ანუ ეს წლიანი ციკლი არა, ეს მიყვება პროგრამულ ციკლს, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი 1 წლით მტკიცდება და შესაბამისად პროგრამებიც 1 წლით მტკიცდება, ეს პროგრამაც დამტკიცებულია ამ წლის ბოლომდე. თუმცა რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტი. ალბათ ხვდებით, რატომ არის PSP-სთან დაკავშირებით ამდენი კითხვა. მე მგონი ამას კითხვა ჭირდება და მაინც ერთადერთი უპირატესობა ამ კომპანიის იყო დაბალი ფასი, თუ სხვა უპირატესობებითაც გამოირჩეოდა, თუ ეს სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ დანარჩენთან დაკავშირებით უკვე აღარ ღირსაუბარი. დიახ, თქვენს ინფორმაცია უკვე გაქვთ, რომ სხვაობა ძალიან დიდი იყო, რაც დადო ესე ვთქვათ PSP-მ, თუმცა რა თქმა უნდა მოთხოვნები რაც წაყენებული იყო, ამ მოთხოვნებს ეს სრულად აკმაყოფილებს, რომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით მიწოდება, რომ იქ უნდა იყოს ცალკე მედიკამენტებისთვის ცალკე გამოყოფილი სასაწყობო ფართი, ანუ ბევრი პირობა იყო, რომელსაც რა თქმა უნდა სრულად აკმაყოფილებს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ფასი იყო გამსასწრელი, რომ ანაჯობა ესე ვთქვათ სხვა მონაწილეებს. სისარდონეზე რო იყო. რამდენი კომპანია იყო, ნუ მე არ ვიცი რა ვთქვა. ტენდერზე? ხო.
ტენდერში მონაწილე არ ვიცი. ტენდერში მონაწილეა ძალიან ზუსტად. ლოჯისტიკაზეა საუბარი. ლოჯისტიკურ ფონზე ეს არის გამბაჟება, დასაწყობება. 5-ზე მეტი იყო კომპანია მონაწილე ხო არ ზუსტად არ ვიცი, გამჭირდება ამ როდესაც. მაგრამ რამდენიმე კომპანია იყო, ნამდვილად ზუსტად თავიცი, დაახლოებით 5-ია სავარაუდოდ. დაახლოებით 5 სპარგლებში. კაკი, გასაგებია. ხომ არ თვლით, ჩემ ბოლო კითხვა შემაჯამებელი ქალბატონო ეკა არის შემდეგი, რომ ეს იქით იყოს აი ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ცოტა მეხამუშა ციფრი მიუხედავად იმისა, რომ 3 დღე არის სულ და სარეგისტრაციო პროცედურებში დარწმუნებული ვარ მეტი იქნება. ხო, შეიძლება 100 არის, ანუ მაგის პრობლემა. რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება, ანუ ბენეფიციარები, მოდი ესე ვიტყვი, იმ სიკეთის შესახებ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის აკეთებს. და რა ჯდება ეს სიკეთე ბიუჯეტისთვის? კი ბატონო, მოგახსენებთ, ყველა ჯანდაცვის ყველა პროგრამასთან დაკავშირებით არის ზოგადად ეს, ასე ვთქვათ, პრობლემას ვერ დავარქვენ, მაგრამ აუცილებელი, რომ მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გადავაწყდა ესეთ შემთხვევას, როდესაც რეალურად ბევრ სერვისს ვაწვდით, მაგრამ მოსახლეობამდე მაინც არ არის დეტალურად ეს ინფორმაცია მისული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული PR კამპანია დაგეგმილი, რომელიც დაიწყო, ასე ვთქვათ, ბრიფინგი და გაგრძელდება შემდგომ ეტაპებზე. ეს არის ვიდეო რგოლი, რომელიც სპეციალურად ამ პროგრამისთვის გააკეთა და იტრიალებს სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა ასევე ბუკლეტები, ბანერები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში უნდა დაიბეჭდოს, სხვადასხვა ენოვანი, მათ შორის როგორც აზერბაიჯანული, ასე სომხურენოვანი, ეს დარიგდება, ყველა კლინიკაში გაიყურება ეს ბანერები და ასევე აფთიაქებში გაიყურება ინფორმაცია, ასე რომ ძალიან სერიოზული PR კამპანია დაგეგმილი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობამდე მივა ზუსტად. რეალური შეყარებულია, რომ კაზარდავით ახლა პრესკონფერენციაზე, მინისტრმა მართლა მაგათ დაიწყო ამ თემის ახსნა, მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩემი ფავორიტი 2 დღე. 2 დღე, აი მე PSP-ს ადგილას აი დიდ პრესს გადავცემდი სერგეიკოს, ჩემი ის რო იყოს არანაირი საჭიროება. და მაინც საერთაშორისო უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ეს რიცხვი გავაჟღაოთ, ჯამში რა ვიხდება ბიუჯეტის პროგრამა. დღევანდელი პროგრამის ბიუჯეტი არის 3.600.000 ლარი, რომელიც გაორმაგდება და გასამაგდება მომდევნო წლების ბიუჯეტში. ეკა ადამია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი, მე მადლობელი ვარ მისი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციისთვის. PR პროგრამა არ ვიცი, მაგრამ მთელი ამ თემის ასე ვთქვათ მაქსიმალურად გადაცემას ინფორმაციებისაც ვაპირებთ ჩვენი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის, რომლებიც ახლა ეკა ადამიანთან ინტერვიუს უსმენდნენ რადიო თბილისის და რადიო ჰერეთის საშუალებით. და შემდეგი თემა 2017 წლის ბაკურიანი ზაფხულის სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ჩვენ მაინც თბილისში ვართ ოღონდ. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კომპანიამ მედიის საშუალებებისა და ადგილობრივი ბავშვებისთვის ისე ცოტა სხვა ბავშვებზეც იზრუნეთ, გასართობი ღონისძიებები გამართა. ამასთან ამ სეზონზე მთის კურორტების განვითარების კომპანია დამსვენებელს მრავალ სიახლეს თავაზობს და არა მარტო ბაკურიანში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე. მე ეჭვმაქ, რომ მინიმუმ 1 თვე კიდევ მხოლოდ ამის გაშუქებით შემოვიფარგლები ამ სტუდიიდან, ასე რომ ყველას წარმატებებს გისურვებთ და დატკბით შედარებით გრილი სიუჟეტით. ჩვენ ამასობაში ქალბატონეკას გავაცილებთ.